ცნობებს. ქართველთა ებრაელთა ურთიერთობა. რომლის მსგავსი სოფიოს ერებს არ გააჩნია და ეს არის უნიკალური მოვლენა ქართველთა ებრაელთა ურთიერთობა. დღეს ეს ურთიერთობები კიდევ თეატრალურად შესაძლებელი არ არის. ამიტომ ეს უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია, საბჭოთა კონფერენცია, სადაც 60-მდე პროფესორმა მიიღო მონაწილეობა და იმით გამოთქვამთ, რომ ისინი დაიწყებენ ამ მასალების კვლევას, რომელიც მე გადმოვეცი უსასყიდლოდ ქუთაისის უნივერსიტეტს, ეს იყო გაზეთარიას არქივი, უამრავი მასალები, რომელებიც ჩემი წელიწადის განმავლობაში 50 მეტრის განმავლობაში შევაგროვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უნიკალური რამებია იქ, განსაკუთრებით ქართველებზე, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ. ბევრი მათგანი საერთოდ უცნობია დღევანდელი საქართველოში. პირველად მე გამოვიკვირე იმათთან ურთიერთობები და ნაწილი გამოვაქვეყნა ჩემ წიგნში პარიზი, ბონი, ნიუ-იორკი, რომელიც 20-25 წლის წინ გამოვიდა და იქ მოვუწყებ ამას. მეორე ნაწილი საბრძოლოების კიდევ არაა ცნობილი. დანარჩენზე მე ვისაუბრებ პრომოგენებით თუ ნებავ. დიდი მადლობა. საჩუქრად ეს არის არქივი, რომელიც ბატონ აბრაამ საბირმა 1973 წელს ისრაელში ალია საქართველოს არქივია, ეს არის ის დოკუმენტები, რომელიც ძალიან მრავალფეროვანია. ჩვენა სამოზაროზე თქვენ დავწერთ, აი სულ შევასრულეთ მიმართულებაზე. არა, თქვენ დავწერთ. არა, თქვენ სტუმრებიძალეთ წინდადეთ. ჩვენ ძალიან გასია. ერთი კაცის ტელევიზია, ნიკოლა ფილმი. მოგესალმებით, ჩვენ ვესაუბრებით. მოგესალმებით, არაჩვეულებრივი საღამო ტარდება ახლა კორთელტმერიოში. ძვირფასი სტუმრები ისრაელიდან არაჩვეულებრივი თბილი ღონისძიება სიყვარულით სავსე, რომელიც ეძღვნება ქართულ ებრაულ მეგობრობას და სულ მალე დაიწყება, ჩატარდება ასოციაცია ესტა არის პროექტის პატრონელი საორგანიზაციო ჯგუფის უფროსი. მასთან ერთად არაჩვეულებრივი სისხლის ბანკის პრეზიდენტი ქალბატონი ნატალია კუკანტელიანი და სულ მალე წარდგება საზოგადოების წინაშე აკადემია ხვირილა, რომელიც შეასრულებს ორი დიდი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნს. პატივისცემით თქვენი ნინა ჩიხვაძე. Yeah.
მადლობა. მადლობა ცოტაღანში კიდევ მე გამღერებ და ეს რა მინდა ჩვენთან სტუმრად გრძანდება ისრაელის საპატიო ელჩი, რომელიც სიტყვით მოსალმოვლი, მოგესალმება და Sorry, I will be speaking English. My Georgian is just presentation. Mr. Abraham and the delegation, you welcome me. I would like also to welcome you. I have, I think, enough time in Georgia also to say welcome in Georgia. მოგესალმებით ყველას. ჩემი ქართული მწირია, ამიტომ ინგლისურად მივესალმები დამსწრე საზოგადოებას და ჩვენ საპატიო სტუმარს ბატონ აბრაამ საფრებს. You know, when I was nominated to be ambassador of Israel to Georgia, I didn't know that much about the Jewish Georgian community. მაშინ, როდესაც დამასახელეს ელჩად და წარმომგზავრდა საქართველოში, ბევრი არ ვიცოდი ქართულ ებრაულ მეგობრობის შესახებ. It took maybe about 1 hour after my nomination was published in the press in Israel to get hundreds of Georgians from the community asking, knowing my number and asking to be in contact with me, and that was very great for me. რამდენიმე საათი არ იყო გასული მას შემდეგ, რაც დამასახელეს ელჩად და ჩემ სატელეფონო ხაზზე შემოვიდა უამრავი მილოცვა და შეტყობინება, რომ სურდათ ჩვენთან შეხვედრა და ღონისძიებებზე დაპატიჟებები. Then I think I became the son of everyone, the shvili of everyone. შემდეგ მე ვიქეც ქართულად და ჩემი გვარი გადაკეთდა და დაბოლოება შეიძინა შვილის და გავხდი ყველას მეგობარი. Then I came here. I started in August last summer. ჩემი მოღვაწეობა დავიწყე გასულ წელს აგვისტოს თვეში. And I found here a very great and very warm and open and welcoming Jewish community here in Tbilisi. და თბილისში აღმოვაჩინე ძალიან თბილი, მოსიყვარულე და მიმღებლობა ქონდა ძალიან დიდი ებრაულ თემს საქართველოში. I wish that my colleagues and other ambassadors will have the same in other countries. That doesn't exist everywhere. ვისურვებდი, რომ ყველა ჩემ კოლეგას მთელ მსოფლიოში ასეთი დიდი პატივით და სიტყვოთი იღებდნენ. And now I am meeting Georgians, Americans, third part of Jewish community, Georgian community, and I'm very proud and happy to have this opportunity. და მე ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა დავესწრო ამ ღონისძიებას, სადაც ჩემს წინ ბრძანდებიან სამი თაობის ქართველი ებრაელები, ამერიკაში მცხოვრები, ისრაელში 4 generations. ოთხი თაობის ქართველი ებრაელი. And thank you, Eva and Esther, for this opportunity that you're giving me. და დიდ მადლობას მოვახსენებ ქალბატონ ევას და ნატალის ამ შესაძლებლობის მოცემისთვის. Thank you. Yeah, so, but you know, a lot has been said about the Georgian Jewish community and 2,600 years of Jewish presence here, and all it's true, yeah. And I think that for us, for the state of Israel, we are happy to have such kind of a wonderful community in all places, also in Israel, also here. We'd love to see everyone in Israel, but it's a private decision of everyone here. But the Jewish community, the Georgian Jewish community has been a very strong and beautiful bridge between the state of Israel and Georgia, the people of Georgia, the nation of Georgia, and the government of Georgia as well. ებრაული თემი საქართველოში ძალიან ძლიერ ხიდს წარმოადგენს ქართულ ებრაულ ურთიერთობაში. ვიცით, რომ 26 საუკუნოვანია ეს ქართულ ებრაული მეგობრობა, მაგრამ დღევანდელი თემით ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ კუთხით. This Jewish presence in Georgia and for the good coexistence that has been for centuries between the Georgian and the Jews here, and the mutual enrichment, cultural enrichment, and the way of life that they lived here is a very strong and basic foundation of our relations with Georgia. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები და ის რაც დღეს ხდება, რომ ეს ურთიერთობა არ არის შეწყვეტილი, არამედ გრძელდება თაობებს შორის. I wouldn't imagine without the Jewish community of Georgia how the relations between our two countries, like any other country. But thanks to this, we have a very good relation with Georgia, and it helps us as a state of Israel a lot. მადლობა ამ ურთიერთობებისთვის, მადლობა ისრაელის სახელმწიფოში მცხოვრებ ქართველ ებრაელებს, მადლობა საქართველოში მცხოვრებ ებრაულ თემს, რომ აგრძელებენ ამ ურთიერთობებს. ჩვენ ეს ურთიერთობები გვაძლიერებს. I would like to thank you everyone here, Georgians, Jews in Georgia and Israel, United States, everywhere. I'm happy to know you.
state of Israel can be very proud of you as well. ისრაელის სახელმწიფოზე ამაყება თქვენი მადლობას გიხდით რომ ქართველებს მადლობას გიხდით, ამერიკელებს გიხდით მადლობას და ისრაელიდან ჩამოსულ სტუმრებს. And I think that I have changed my name to Israelishvili. ვფიქრობ რომ უკვე დრო გადავუკეთო ჩემი გვარი და გავხდე ისრაელიშვილი. ცოტა ხნის წინ დამირეკა გერმანიიდან კორესპონდენტებმა და აინტერესებდა ჩვენი ორგანიზაციის ასოციაციის მუშაობა და მე მევუთხარი რომ ეს არის ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია და გაკვირვებული იყო იმიტომ რომ მსოფლიოში ბევრი ქალთა ებრაელ ქალთა ასოციაციები არსებობს მაგრამ ქართულ და ებრაული ასოციაცია ესეთი ფენომენი არ არსებობს და ძალიან ისეთი ეფექტი ქონდა ჩვენ დასახელებას და მე მინდა გისურვოთ დიდი წარმატება იმიტომ რომ ეს საქართველოს და აქაურ მაცხოვრებელ ებრაელების დამსახურება არის. Some days ago, so she was very surprised because it happens just in Georgia that a Jewish organization will help both Georgian women and Jewish women together. Thank you. Thank you. Pleasure. Thank you. გაგზავნებთ ჩვენ საღამოს ბევრი სტუმარი ყავს მაგრამ სანამ წარვადგენთ ამ სტუმრებს მინდა პატარა ასოციაციის მუშაობის შესახებ პატარა კლიპი წარმოგიდგინოთ. შეიძლება ჩავწოთ ეს ჯერ სანამ კლიპს წარმოვადგენ და შემთხვევით ვისარგებლო და ორიოდე სიტყვა თქვა ქალბატონ ევას და მისი ორგანიზაციის შესახებ. ჩვენი დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორი არის სოფიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია ესთა. ესთას პრეზიდენტი გახლავთ თბილისის საპატიო მოქალაქე, ნოველისტი, მხატვარი, რადიო ჯაკოს საავტორო გადაცემის წახნაგების დამფუძნებელი და ავტორი ქალბატონი ევა ბაბალაშვილი თუხაშვილი. ხოლო რაც შეეხება ვიცე-პრეზიდენტს გახლავთ ქველმოქმედი, მეცენატი, მრავალი კომპანიის ფლობელი და რაც მთავარია ქალაქ აშდოდის საპატიო მოქალაქე ქალბატონი ნატალია კვანტანია. მისი დახმარებით და სპონსორობით დღეს ჩვენ შევიკრიბეთ აქ და მას პინძლობთ ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარს ბატონ აბრაამ საპირს, მის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ახლა კი შემოგთავაზებთ მოკლე ვიდეოს, თუ რას წარმოადგენს ეს ორგანიზაცია, მათ მოღვაწეობას, მათ შექმნის ისტორიას. ეს ასოციაცია შეიქმნა 2002 წლის 29 ოქტომბერს და დღემდე აერთიანებს ქალბატონებს, რომელთა მოღვაწეობა, სიბრძნე და პასუხისმგებლობა განსაკუთრებულ კვალს ტოვებს საზოგადოებაში. ახლა კი გაგიზიარებთ ვიდეოს. და ვიდეო მიყავს ჯანეთ ბუხაშვილს, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი ამ ორგანიზაციის ასოციაციის მუშაობაში. ჩვენი განსაკუთრებული მომღერალი და მეგობარი და არ ვიცი ეს ფილმს იღებენ ებრაელებზე საქართველოში და თავარ როლს ასრულებს ბატონი კვაშავი. ხო, ვატაშვილის ფილმი დამთავრდა უკვე. შალომ ფილმი დამთავრდა და ეძღვნება ქართველ ებრაელებს. ესეთი ფილმი ჯერ არავის არ გადაუღია მსოფლიოში. ამ ფილმს ქვია რეჟისორი ლევას იგინეიშვილი. ფილმს ქვია 18 იმ 18 ოჯახზე ეს ფილმი, რომლებმაც წაიღეს წერილი მოსკოვში, შეიტანეს იმ საელჩოში, დაიჭირეს მერე კგბ-ში, მოკლედ მთელი ამბები. გადასარევი ფილმი მე შავი მასალა უკვე ვნახე და ესეთი ამდენი ქართველი მსახიობი თუ ესე კარგად ითამაშებდა ებრაელის როლს დიახ. ამიტომ კიდევ ერთხელ დამტკიცდა რომ ქართველები და ებრაელები არიან ძმები და დიდი ხნის სხვადასხვა ნუგზარი ბაბუის ებრაელი ბაბუის როლს ასრულებს. ებრაელი აბრამა ხო აბრამი ვარ მე. აი ჩვენი აბრამა. ხო და გიჩუგაშვილის ებრაელი ყოფილა. ნურმა ჯინორიას ებრაელი ყოფილა. ნანული სარაჯიშვილის ებრაელი ყოფილა. მარიამ აკვიევას ტოხონელიძეს როინიშვილი. მოკლედ ყველა მთელი გადასარევი ფილმია და ყველას გეპატიჟებით სექტემბერში პრემიერას. ასე რომ 26 საუკუნე გრძელდება.
სიმღერა ბავშვებთან ერთად უნდა. ბავშვებო, მოდით ვიმღეროთ. მარტო რაუნდები ხმა არა მაქვს. ხმა მეგია რა 2 მილიონი ამორჩეულსა და სანამ ბავშვები დააგდებიან სწორედ ამ სახლში 2002 წლის 28 ოქტომბერს დამტკიცა მსოფლიოს ქართველ ებრაელ ქალთა ასოციაცია საქართველოში, რომლის პრეზიდენტად ერთმანეთ იქნა არჩეული ქალბატონი ელვა ხუხაშვილი-ბაბალაშვილი. ამ დღეს სპეციალურად რწმუნების მანდატის გადასაცემად ჩამოსულმა ისრაელის პრემიერის მრჩეველმა საქართველოს საკითხებში შაბთაი ცურმა ხაზი გაუსვა ამ ასოციაციის ფუნქციონირების განსაკუთრებულ მნიშვნელობას თბილისში. მართალია სათაო ოფისი, რომლის ხელმძღვანელები არიან ქალბატონები თამარ გეზერაშვილი და ლეა ცური, ისრაელშია, მაგრამ არავის არ იცდება, რომ ქართულ-ებრაული მეგობრობა პირველად სწორედ საქართველოში დაიწყო. ასოციაციის წევრებმა პირობა დades, რომ საკუთარი ფინანსური წყაროებით იარსებებდნენ. არადა ამ ორგანიზაციას საინტერესო ბიოგრაფია აქვს. პირველად საღამოები ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე ოფისში იმართებოდა. შემდეგი, როდესაც გარდაიცვალა მათი საპატიო წევრი, ლეგენდარული სოფიკო ჯიაურელი, მისამართი შეიცვალეს და ფიქრის გორაზე, ვერიგوان ჯაბარიძის ქუჩაზე მდებარე კოტესა და სოფიკოს მიერ დაფუძნებული ერთი მსახიობის თეატრში დაიდეს ბინა. გავიდა დრო. 2014 წელს ქართულ-ებრაული მეგობრობის 26 საუკუნოვანი იუბილეს აღსანიშნავად მრავალი საინტერესო ღონისძიება გაიმართა. მაგრამ ყველაზე მთავარი გახდათ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით ქართულ ჯგუფის მიერ დავით ბაზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის აღდგენა. სწორედ ამ უნიკალური მუზეუმის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდნენ საქართველოსა და ისრაელის ხელისუფლებისა და ქართულ-ებრაული საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც სხვებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იუბილეს მომზადების საქმეში. აღსანიშნავია, რომ 26 საუკუნოვანი იუბილეს და ეს მუზეუმიც ორი ერის მეგობრობის დიდი ისტორიაა. ბოლო ხანს ზემოხსენებული ორგანიზაცია 16 აქტიური წევრის ინიციატივით ქართველთა და ებრაელ ქალთა მეგობრობის ასოციაციად გადაიქცა. ალბათ არცაა გასაკვირი, რომ მუზეუმის აღდგენის შემდეგ საღამოები სწორედ აქ იმართება. მუზეუმში, რომელიც მისი დირექტორის ივ ღამბაშიძის ძალისხმევით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. აღსანიშნავია, რომ შემოქმედების ფორმულის მიხედვით 16 ქალბატონი დიდი სიხარულით მასპინძლობს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მამულიშვილებს, კულტურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის საუკეთესო წარმომადგენლებს. მათ მით თუნდაც ერთი აგურით დადეს ქართულ-ებრაული მეგობრობის კიდევ უფრო განსამტკიცება. ასეთები კი ძალიან ბევრი. სწორედ ამიტომ ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საღამოებზე ჯერ ერთი თავისუფალ ადგილს ვერ ნახავ და მეორე ყველა დიდი ინტერესით უსმენს და უყურებს ისტორიულ ვიდეო ჩანაწერებს საპატიო სტუმრების მიერ განვლილი ცხოვრების შესახებ, რომელიც ძირითადად მათი გამორჩეული შემოქმედებაა. საინტერესოა, რომ საპატიო სავარძლებში არაერთხელ ვიხილავს საქართველოს ყოფილი მოქალაქეებს, რომლებიც ერთგვარად პროპაგანდისტები არიან უცხოეთში ქართული ენის, ხელოვნების, კულტურისა და სპორტისა. დღეს, როდესაც ასოციაციას 14 წელი უსრულდება, განვლილი ღონისძიების თითოეული სტუმარი განსაკუთრებული გულისხმიერებით და სიყვარულით იხსენებს საღამოების გმირებს და მადლიერებას გამოთქვამს ასოციაციის თითოეული წევრის მიმართ, რომლებსაც დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ. ელვა ბაბალაშვილი, ნატელა პატარგაციშვილი, ნატალია კვანტალიანი, ელენე თევდორაძე, მარინე მოლოდინი, ტომა ხუხაშვილი, მარინე კოშკაძე, ნატელა მასხულია, ტომა ხულორდავა, ბელა ელიაძე, ინგა მესხი ბალუაშვილი, თინათინ ძიზიგური, ლალი საღინაძე, მედეა დემეტრაშვილი, ქეთევან ჟორდანია, ლიკა წიწუაშვილი, ნუნუ წილოსანი, მარინე სოლომონიშვილი და ასოციაციის საპატიო წევრები ზაირა დავარაშვილი და ეკა ხვედელიძე. აი ეს არის ჩვენი ასოციაცია და ეხლა ბატონო კვაშალი მოგზავნით და ნახოთ. დიდი პატივისცემით და სიყვარულით
თქვენი ნინო ჩიხლაძე, გვაქვს პატივი წარვადგინოთ აკადემია გვირილა, რომელიც არაერთ ებრაულ სიმღერას მღერის რეპერტუარში აქვს და არაერთ ქართულს. ხოლო ამ ლამაზ ქართული სიმღერების პოპურის ჩვენ ვუძღვნით ებრაელ ბაბუებს, ხო ნუგზა? აპლოდისმენტები აკადემია გვირილა ხელმძღვანელი დაფუძნებელი გული და სული ქალბატონი ერნესტ იფურია ასოციაციის საპატიო. სტუმრებმაც დაგინახა.
რაღაცნაირი სიურპრიზი მოგაწოდოთ, არ ვიცი, რა არის, არ ვიცი. დაბა რა მეგობრებო, საღამოშიდობის. რაც მე ბატონი აბრამის შესახებ ვიცი, რომ ის ემსახურება საქართველოს და ისრაელს. ელი თავისი შეგნებით, თავისი ენერგია, თავის შემართებით. ამასთან დაკავშირებით ბატონო აბრამი. მელე ხალხურნაევამ დიფიქრებდა, თქვენთვის დავამზადე ძალიან საინტერესო კითხვი და ზუსტად არის გადმოცემული თქვენი ცხოვრების შინაარსი. ოღონდ მინდა რომ ბატონი ელჩი მოვიდეს ჩვენ. ბებაკაშა. ეს არის საქართველოს ძალიან დიდი მუქი. რა შეუნდა? საქართველოს რუკა ბრძოლის სიმბოლო ავდაცვის და საქართველოს და ისრაელის დროშები. მოდით. მე მიხარია ბატონ აბრამო ამის საშუალება მქონდა. დიდი მადლობა. გენიალური რაღაც არის. ეს არის დასამახსოვრებელი. ბატონ აბრამა ვერ დაინახა. აი ეს თავის შეფუთი. ჩვენი საღამო გრძელდება, მიკროფონები ვერ ჩავდეთ, მაგრამ ადამიანია აქ, რომელსაც გამოგიგზო. აბა სიტყვის გთხოვ, ბაია ამაში გაბატონი, ბაია ამაში. და მიკროფონის გარეშე მე ესა თოდარაბა მოწვევისთვის ხო არ მეშლება არა რაღაცა სიტყვები კიდე ვიცით მამაჩემა უფრო მეტი იცოდა ძალიან ბედნიერი ვარ ძალიან გვაყოფილი ვარ ეხლა ჩვენი ოჯახებით ურთიერთობაზე არაფერს აღარ ვიტყვი იმიტომ რომ ეს ისედაც ისეთი ის იყო ერთადერთი ვიტყვი ბატონი აბრამის ღვაწლზე რაც მამასგან გამიგია რომ ეხლა ეს რო იყოს აქ აბრამი ვაშკაცი კაცი იყო და всё ამითი ყველაფერი იყო ნაკლები არ იძახდა ყველაზე ამას და მე მახსოვს მამას მოყოლილი რომ ბატონი აბრამი რომ ჩავიდა ისრაელში როგორ მონაწილეობდა აშდოთის გაფიცვაში ეს ვიცი ისიც ვიცი დედათა და მამადელს 99 წელს იყვნენ ჩასულები დიდი დელეგაციით იქ რომ აი ბატონ აბრამის თაოსნობით მოხდა ილია მართლის ხატის შეტანა ჯვრის მონასტერში და დედა მამა რომ ჩავედით მერე უკვე ეს ხატი აღარ დახვდა სპობენ იქ ჩვენ გვავს და ისიც გამიგიო რომ ჩაყავდა ტურისტები თუ არ მეშლება და უხსნიდა რომ ეს არის ქართული ძეგლი და არც ერთ ბაპატიოს ყველა მაგრამ არც ერთი სხვა ქვეყნის და ტომის ებრაელს ისეთი ნოსტალგია არ აქვს სამშობლოს მიმართ და საქართველოს მიმართ როგორც ქართველ ებრაელს ამიტომ ქვია ქართველი ებრაელი ეს განუ რაღაც ისეთი ფენომენია არის მე ამინა მიკროფონი მომაყობი ჯეჯერობით მასე რომ ძალიან ბედნიერი ვარ ძალიან კმაყოფილი ვარ და დედაც აუცილებლად შეხვდებათ ამ დღეებში მიუხედავად რომ სახლიდან არ გადის მაგრამ აუცილებლად მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ მადლობა ახლა გვინდა სიტყვა გადავწეთ სამართლის მაგით პოლიციის პოლკოვნიკს შსსო ორგანოების დამსახურებულ მუშაკს ლეჟავას სახელობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოს კავშირ პოეტები და მწერლების საქართველოსთვის მამულიშვილების დამფუძნებელს ხელმძღვანელს და ამავე სახელწოდების პოეტური კრებულის რედაქტორს სტუმარ სკოლაშიდან ბატონ თენგო ფანცულაიას მოგესალმებით უცხო მეგობრებო ცოტა უნდა იყოს ცოტა მიუხედავად იმისა ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის 40 წელი გამოსtildeებო ცოტა ცემლი მომერი ასავეთ იმიტომ რომ ის ყველაფერი რაც დაკავშირებულია კულაშთან და კულაშერებთან
ქართველი და ებრაელი ხალხის სიყვარულთან, მეგობრობასთან, ურთიერთგატანასთან და დღემდე ამ სიყვარულის მოტანასთან, რა თქმა უნდა, ემოციურია ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის, ვინც იქ გაიზარდა, ვინც იქ დაიბადა და ჩემო ნატალია, ხალხობრივება რომ შემოვედი, შემთხვევით შალვა მიხელაშვილის გვერდში დავდექი და აღმოჩნდა რომ ორივე ერთ სამშობიაროში ვართ დაბადებული, კულაში პატარა სამშობიარო იყო. Adamı geçebilir bakmaz. Koçya skolasından iko Nazmarşı patara kokta savan kokta samşobiya roda. Şobiya samşobiya. Şobiya samşobiya roşu kokluyor davada bulida. Armuitine ramxela emotsiyari da ramxela sikharuli da ramxela situar. Veterebe şobolas. Ეხლა კათოლიკე აბრამის და სტუმრების ჩამოსვლას მივესალმები რა თქმა უნდა ჩემ მეგობრებთან ერთად და სხვა ნამაზი და მორთვილი ქართველებთან ერთად და ბატონი აბრამს მე ახლოს არ ვიცნობდი მაგრამ მისი პიროვნების შესახებ ბევრი გამეგონა და ვალდებულიც ვიყავი მცოდნა და პროფესიიდან გამომდინარე და უყურებ 2017-2018 წელი იყო თვალწლები კულაშზე წავიდა ნარკვევები Facebook-ში კულაშელებზე ყოფაზე ურთიერთობებზე და რა თქმა უნდა სიამოვნებით კითხულობდი იმდენად და ნიჩემთვის ბევრი საყვარელი ადამიანის და ახლობელი ადამიანის ისტორია და ოჯახის ისტორია იყო გადმოცემული Facebook-ში დამეგობრდით მე და ბატონი აბრამი და მე შემეკითხა დათიკო ფრანცულაიაზე რომელიც აი ამ წიგნში არის მოხვედრილი ის არის ჩვენი ოჯახის განაყოფიერების რომელიც მიწამოგრიდან გადასახდა კულაში და მეც რაღაცები ვიხარი ასე და რა თქმა უნდა ეს წიგნში ყველაფერი მოხდა ბატონი აბრამის წიგნში მივესალმებით როგორც პიროვნებას გესალმებით როგორც შემოქმედს გესალმებით როგორც ადამიანს გესალმებით რომელსაც ბევრი რამე აქვს გაკეთებული ქართულ ებრაული ურთიერთობის აი სითბოსა და გაგრძელებისათვის შემოგარგებო. დანარჩენებსაც აი ვეფერებ ყველაზე პატარა სტუმარს ჩამოსული რომანი თქვენი შვილთაშვილი ერთმა გაგიზარდოთ და გამრავლოთ კეფერებით უნდა გულით და წერან ბევრი რო არ გავაგრძელო სიტყვა კეფერებით სულ ყველას მარტო თქვენგან არ არის კულაშის სიყვარული და დაბადებიდან წამოსული ნატალია მიცის ჩვენი ერთი სკოლა და რომელიც თქვენ დაამთავრეთ ნავაგების სკოლა ჯვარცის მინდორზე ისა დაამთავრეთ მე და ნატალიამ და ბევრი კულაშლები ხო ბევრი უმრავლესობაში ვარ აბსოლუტურ უმრავლესობაში რა ხდება დატო ლაპარაკობთ თანამდეს კლასელები მყავდა და მყავს დღესაც გოგონები და ბიჭუნები თანაკლასელები ებრაელები მიხელაშვილები მირილაშვილები მოძღრიშვილები ავიცი სულ ყველას ენასებიაშვილები ელიშაკაშვილები ჩემი თავი ენაცვალო სულ ყველას და რა ხდება იცი აი როგორც თქვენ და გაგიწვეთიათ კავშირი ამ საქართველოსთან და პერიოდულად ჩამოდიოდი და ახერხებდით მის მომოსვლას აი ჩემი ნატალია და კიდე რამოდენიმე ადამიანი 90 წლებში არც მობილური იყო არც აი ესეთი კავშირის საშუალებები მაგრამ ისე მოხდა რომ ერთმანეთთან კავშირი არ დაგვიკარგავს ამირა მიხელაშვილი თქვენ გეცოდინებათ მისი ბიჭი მამუკა ჩემი თანაკლასელი არის შაბათა მირილაშვილი ჩემი ელშოთა ელიშაკაშვილი ჩემი თანაკლასელი და აი ესეთ აქედან მოდის და კეფერებით სულ ყველას რა თქმა უნდა მივესალმები აი ასეთ შეხვედრებს აი ასეთ სტუმრიანობას აი ესეთი ლამაზეს ხალხის ხილვას და წერან თავბატონი ევას არ წამოწდა თქვა პირდაპირ სიტყვა ეს ფენომენი არისო ქართველ ებრაელ ხალხთა მეგობრობის ასოციაცია სიმართლე გითხრათ ეს ფენომენი თემა მე სხვა ადგილას წავიკითხე და სულ სხვა მიმართულებით წავიყვანე ჩემი მსჯელობა რომ ადრე Facebook-ში ხო იცი ჩვენი მიშელა მასწავლებელი იყო მიხელაშვილი მათემატიკის მასწავლებელი იყო კაცხვათაშვილის ძალიან ნიჭიერი კაცი და კარგი კაცი და მისი ძმისშვილი არის თბილისის ექიმი და Facebook-ში მსჯელობა იყო ქუთაისლობა პროფესია არისო აი ესეთი იყო და მე ახლა რა თქმა უნდა ქუთაისში გამოვიარე სკოლა კულაშიდან და ყველაფერი ვიცი ქუთაისში მაგრამ მაინც კულაშისკენ წამძლია სულმა და მე ვთხარი ქუთაისი კი მაგრამ ბრენდი ფენომენი არის კულაშლობა მეთქი და დაბადიეთ მიკროფონი არ მინდა ჩემი ას ლექსად მოგახსენებ მოგეფერებთ სულ ყველას აი ასეთ სათაურით ბრენდ ფენომენ კულაშელი კულაშლობა პროფესია არა ძმაო ბრენდი არის კულაშელს რომ დავინახავ გული მისკენ მიიხარის კულაშლობა ეტალონი დაბადებითვე კაცობის აზრიანი ხალხის ყოფის შრომისა და საქმოსნობის მაგალითი ქართველ ძმობის უღალატო მეგობრობის საჭირო დროს ვაჟკაცობის მარიფათის გვერდში დგომის ბრენდი ხორცი წასულების ქართულ სულის არდამთნობის პროფესიას ვერ შევადრიგ ფანატი ვარ კულაშლობის კულაშლობა სიმდიდრეა ორი ერის გულის დობის მოგონება სკოლის წლების
დაჩვენი ტკბილი ბავშვობის ყველას გახსოვთ სიხალისე კულაშის დილის ბაზრობის გემო ცხელი ლავაშის და მელაშვილების საცხობის მახსოვს ჩვევა ცენტში დგომის ზოგჯერ ჯირის დაგართობის ხალხრავლობის დალალობის იმპორტულებით ვაჭრობის კულაშლობა ზეიმია ყისმათისგან წრიახობის სინაგოგასთან შეკრების მერე სუფრასთან განდობის დღესაც მისი მიდის ტრადიცია კლასელების გულის თმობის ერთმანეთის მოფერების და მკლავების გადაჭრობის ღმერთ თუ ამას გეწევი ძალა მოგვეც უკვდავობის ოჯახებით მეგობრობის ჩახუტების დამინდობის სოფლიოში არ მოშალო ბრენდი ლამაზ კულაშლობის კედელია დამიქციო კულაშ დიდი სინაგოგის ლექსი როცა გამოფებდა ბევრი ნახე მონაწერი ზოგ-ზოგებს გაგვიდებია კულაშზე ჩემი ნაწერი ახლა ცოტა დავაზუსტებ ლექსი არის მოსაფერი ძველი არის ხალხო მეგობრობის დიდი ერი 26 საუკუნე ქართველია მასპინძელი დევნის გამო შეიფარა ჩაიხუტა ებრაელი ხალხი მუდამ გვერდში დგომის საქმიანი იჭიერი დამატში გამორჩეული კულაშელი ფენომენი რწმენით რჯულით ებრაელი ქსევით მორხენით ქართველი ამაყია დამონფერი ბრენდ ფენომენ კულაშელი ხომ ვიყავით მეგობრულად ხალხო ჩვენამდენი წელი ჭირი ხინი ერთი მქონდა სუფრაზე ერთად ნამღერი კიდევ ერთხელ ვილოცები მეხმარება უფლის ხელი მუდამ ეყოლოს რეგძელი ქართველი და ებრაელი ახლა ბატონ აბრაამ საფირისთვის გვაქვს სურპრიზი 68 წლის შემდეგ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მისთვის კულაშიდან ჩამოვიყვანეთ მისივე თანაკლასელი ქალბატონი თალიკო ნიკურაძე. ერთადერთი თანაკლასელი და ეს არის დიდი ფენომენი მართლა, რაც დღეს ხდება. ხალხი შეხვდნენ კლასელები, რომლებსაც ერთმანეთი არ უნახიათ რამდენი წელი ყველაფერი კარგიო ჩემ კლასელს. დაგასწავლობდა? ამას ნიშანი ხუთის და რა. და ჩვენი ჩემთვის აბყარდა. და ეს კულაში აბა ახლა რახან ესეთი სიტუაცია შეიძლება ქალბატონ კლასელს ბატონ მაბრაბა აბა მიეცით თქვენ კლასელს ყვავილი ევაქს კაბელოტარიგოსის უნიკალური საჩუქარი აი ეს არის ციგნი კულაში ნახული კასტერი გაგონილი რომელიც მე დავწერე 26 წლის წინ და გამოვაკვირდა ეს ციგნი ეს არის ბიბლიოგრაფიული იშვიათობა იქამდე ჩემთვისაც ამიტომ ბოლო ეგზემპლარი რომელიც მქონდა სახში ნიუ-იორკში იქიდან ჩამოვიტანე კაბატონ დანიკოს საჩუქრად მე მინდა რომ თქვენთან იყოს ეს ბოლო ეგზემპლარი და მინდა რომ წაკითხო რა ეპიგრაფი გავაკეთე კაბატონ დანიკოს ნიკურაძეს დანიკოს ჩემს თანაკლასელს დიდებული ქალიშვილის სახელოვანი ბიზნეს ვოუმენის სახელოვანი სპორტსმენის მრავალი კეთილი საქმის ინიციატორისა და გამკეთებლის ნატალია კვატალიანის მშობელი და აღმზრდელი დედას ჩურით ამ ჩემთვის უკანასკნელ ეგზემპლარს თქვენი პატივისცემის ნიშნად აბრაამ საფიცებიაშვილი თბილისი 8 მაისი მე კიდე მინდა გავუმატოთ დღევანდელ საღამოს დღეს 9 მაისია თქვენ კარგად იცით რას ნიშნავს 9 მაისი და გამარჯვების დღე არის და არ შემიძლია არ აღნიშნო იმით ისულები ვინც დაიღუპნენ ამ ომში და ვინც ვერ ნახა გამარჯვება
და კიდევ მინდა რომ ეს ადამიანები არასოდეს არ იყვნენ დავიწყებელები და მინდა გავიხსენო კიდე იმდენი ებრაელი ვინც დაიღუპა ამ ომში ქართველები და საერთოდ ყველა ადამიანები ვინც შესწირეს თავისი სიცოცხლე გამარჯვებისთვის და მოიხსენიოთ მათი სულები თუ არ შეწუხდებით წუთიერი ბუნები მადლობა. და ეხლა ქალბატონი ნატალია, ვინც არის სისხლის ბანკის გენერალური დირექტორი, რაღაცით სურპრიზებით გაახაროს ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით. პირველ რიგში თითოეულ თქვენგანს მადლობა ასეთი თბილი საღამოსათვის. განსაკუთრებით ბატონი აბრაამ თავის მეუღლესთან ერთად, რომელიც საქართველოში ერთ კიდევ 10 წლის წინ ბრძანდებოდით რამდენადაც თქვენგან ვიცით გადმოცემით და დღეს სუსხოთ საქართველო აღნიშნავს კიდევაც იხილა და მას უხარია რომ დღითიდღე საქართველო უკეთესობისკენ მიდის. აქ იმყოფებიან ბატონი აბრამის უახლოესი ადამიანები და ის თაობები რომელიც ჩვენ 4 თაობა როგორც ვაგრძელებთ და ძალიან მოხარული ვართ. დღეს ქალბატონი თალიკო მეოთხე თაობის წარმომადგენელია როგორც ბატონი აბრამი და ქალბატონი თალიკოც თავის 4 თაობით არის წარმოდგენილი და აქ იმყოფებიან სოყოლანი. ეს არის ის მეგობრობის გაგრძელება, რომელიც ჩვენ ესობით თქვენ ჩაუღარეთ და იმ ძლიერმა ქართველმა ებრაელმა ხალხმა, რომელიც აგრძელებთ მსოფლიოში გაიტანეთ ჩვენი სიყვარული, ერთობა, ის დამოკიდებულება და თქვენ საქართველოს სიყვარული არ დაგვიწყებიან. მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენთვის ბოდიში მოიხადა სამტრედის რაიონის გამგებელმა და განსაკუთრებით კულაშიც, იმიტომ რომ დღეს ისეთი დღესასწაულია ღამაისი და ბევრმა მინისტრმა, რომელიც ვერ ესწრება, მაგრამ განსაკუთრებით მადლობა ისრაელს ჩერჩს მოუხადო, განსაკუთრებით ინდოეთის წარმომადგენელს და ყველა ადამიანებს, რომელიც დარბაზში ჩვენთვის საპატიო სტუმრები ბრძანდებით და სინაგოგის ჩვენი ბატონ მერაბ ჩანჯალაშვილი, რომელიც ადგილზე იმყოფება და თავის სიტყვასაც ლამაზად შეგვამკობს. განსაკუთრებული დღეა დღევანდელი დღე მსოფლიოს ქართულ ებრაელ ქალთა ასოციაციის, რომლის ულამაზესი პრეზიდენტი დღესაც ყავს და მე ამ რანგში იშვიათად გამოდივარ აც განსვლელებული ქალბატონი ნატალასთან ერთად ვიცე-პრეზიდენტს წარმოვადგენთ, მაგრამ უფლება არ მქონდა, სადაც კი ჩემი სუსტი წერტილია ყოლაშოს და ყოლაშლებს გავიგონებ, იქ უკვე ეკრთარდება ყველაფერი და თქვენც ხედავთ არაორდინარული საღამომდის სიტყვოთი, საღამომდით იმ განწყობით და იმ ერთეობით და გადახედავთ ყველაზე და ნახევარწინოთი ყოლაშლები ვარ. ამიტომ ბატონ აბრამს სურპრიზადაც მინდა და უმხელთ კიდევაც სამ-პირველ რიგში სამტრედიის ხელმძღვანელობის სახელით ბოდიშუხთით დღეს ვერ მოხერხდა მისი საპატიო მიზეზების გამო ბატონი დავითის სიტყვები გადმოგცემთ და მოფერბა თქვენ და თქვენ მეუღლეს და ამაზე არის ტრადიციები, ტენდენციები, როგორც საპატიო თბილისელი ქალბატონი ევა ყავს რამდენიმე რაიონის თავის საპატიო წარმოადგენს, ჩვენთანაც არის დაწესებული საპატიო კულაშელობა. ასე რომ ბატონი აბრამს დღეს საპატიო კულაშელის წოდება მიედინა, რომელსაც აბსოლუტურად გიხსეულობ, ყოველ დღეს საზებო ვითარებაში თავის რაიონში, თავის კლასელთან ერთად, ქალბატონ დედასთან ერთად, ეს ქალბატონი ჩემი დედაა და უმეტესობისთვის ცნობილია, უმეტესობის არა, რამდენიც კი ისრაელში ჩავდიოდი, იმდენი მაბარებდა ბატონ აბრამთან, მაგრამ ბატონი აბრამი ისრაელიდან იცით თქვენ ამერიკაში მოღვაწეობს თავისი საუკეთესო შვილებთან, შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ერთად. დღეს წარდგენილია სრული შემადგენლობით ბერა, მაგრამ ნაწილი რომელიც არიან იმედია ტელევიზიის საშუალებით მათ ეს ყველაფერი ნახავენ და გაიზიარებენ და იმ სიტყვას და ბატონ აბრამს აქვს ერთი ინტერესი, რომ ქართული ენა და ყველა მისმა შვილებმა და შვილიშვილებმა ქართულად მოგვესალმეს. აი ის გოგონა, რომელიც დგას, ეს არის უძლიერესი იურისტი, წარმოადგენს უძლიერეს შემადგენლობას ბატონი აბრამი გაგვასწრებს, აი მისი შვილიშვილი და ქართული ენა საამაყოდ ქართულად საუბრობს ამერიკაში. ეს ყველაფერი მეტყველებს იმ საქართველოს სიყვარულზე, რომელიც არის. ბატონო აბრამ, ძალიან გვიყვარხართ და დედაჩემის განსაკუთრებული
ბედნიერი წუთები, ის წუთები, რომელიც თქვენ 68 წელი აგენახათ ერთმანეთში, მაგრამ დედასჩემის თქვენი და მთელი თქვენი კლასი და ის ყველაზე ბედნიერი წუთებია, როცა თქვენ გაიხსენეთ და ბევრი კარგი დღეები წინ გველოდება. მადლობა, ამხელა კილომეტრები გამოიერეთ, ჩამობძანდით თქვენი სახელობის რამდენადაც ცნობილია გაიხსნა ქუთაისში თავის მოღვაწეები და ეხლა პატივი გვაქვს, რომ ჩემი ერთ-ერთი კომპანიიდან, რომელიც ძალიან ეს კომპანია ბიზნესი არ არის, მაგრამ 480 გადარჩენილ სიცოცხლეზე მეტი რა უნდა მეკეთებია. ამიტომ ჩემი პატარა წარმომადგენელი შვილიშვილებთან ერთად თქვენ სტუმრებს, საპატიო სტუმრებს და თქვენ საჩუქრებს მოგიზალებულად ცისხლის ბანკის სახელით დაურიგებთ და გადავცემთ. აქედან გამომდინარე გვინდა რომ დედას აი ეს სტუმრები დავიწყოთ აი იმ ხალბატონებიდან აი ყველასთან თავის შვილიშვილებზე სათითაო ჩამოვარებობა და იხმარეს აგერ ესეც ის თაობა რომელიც აბსოლუტურად ჩამოსულს სტუმრობას სისხლის ბანკი ერთ-ერთმა კომპანიამ ჩემი ხალბატონის ქალიშვილი მოგზალებულად დარბაშია და მას ასეთ რაღაცებიდან ძალიან შორს უჭირავს როგორც ხალბატონი ევას ახალგაზრდებიდან იშორს მაგრამ ეს ჩვენ შეგვეძლო სხვადასხვა ღონისძიება სახელი დაგვერქვა, მაგრამ მე იმ ორგანიზაციაში სადაც ავარ, ზუსტად ის სახელი ქვია. აი პატივცემული რეჟისორი, აი ბაბა ეკერ, აი ეს რეჟისორი, კუთხეში რომელიც დარბაში ვერ დავსვით. გამოართვი საჩუქარი. მოდი. ერთი დავჩავით, ვის არ აქვს საჩუქარი? და განსაკუთრებით პატარა შვილიშვილს განსაკუთრებით ბატონო დედა ჩემი და მოგზალებული დედანაც და სიყვარულის მეტი ნამდვილად არაფერი არ აგვაქვს და მადლობა თითოეულ თქვენს რომელიც უკვე წარმომდგენს ორგანიზაციები რომელსაც ბევრია დარბაში კიდევ ბევრი სიყვარული და მოფერების სიტყვები გელოდებათ ბატონო აბრამ და ჩვენ სულ ხშირად გელოდებით ჩვენთან მადლობა კიდევ ერთხელ შეიძლება მინდა ალბათ განსაკუთრებული საჩუქარი გადავცედა ეს ჩამოვიტანე ამერიკიდან და ნატო მოდი აქ როდა არის გამდენ საჩუქრები შეცვალებოდა ჩემი საჩუქარი თქვენი სიყვარული ეს პატარა რამ რასი ჩუმია ყველა ელოდება რა დაკავშირებულია 4 ივლისს ორი შემდეგ ამერიკას მსულდება 250 წელი 250 წლის იუბილეს გადაიქცეს ამერიკა მისი დამოუკიდებლობის მიღებიდან ამასთან დაკავშირებით ამერიკაში ტრამპის ხელმძღვანელობით გამოიცა წინ რაოდენობის მეტალიონი რომელიც ერთ-ერთი ეგზემპლარი მეც შევხვდათ გამოვიტანე ეს ქალბატონ ნატოს საჩუქარი ეს ბატონებმა ძალიან დიდი პატივია ჩემთვის დიდი ვალდებულება სიყვარულთან ერთად ავალოს დიდი მადლობა თქვენ დიდი მადლობა ერთ სიტყვას ვიტყვით ერთი რამ ვიცოდეთ რომ კულაშლებმა პერსონაჟი გაითქვეს სახელი ბატონო მერა ხო სიტყვით ჩვენ ბატონი მერა საჩუქრები რომელიც დავარიგებ გაქვეყნდა გათვალისწინებული ბატონი ელჩისთვის და ინდოეთის წარმომადგენლებისთვის და თქვენი დებატით მასაც გადავჭერს საჩუქრებს ყველას თქვენთვის ბატონო ელჩო ეს ინდოეთის წარმომადგენს კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ მოგესალმებით მადლობა მინდა ქალბატონ ნატოს და უხადო ასეთი ღონისძიებისთვის მოგესალმებით ისრაელის ელჩს და მინდა წარმატებები შეგო მოგესალმებით ყველას ჩვენთვის განსაკუთრებული აღმოჩენა იყო დღეს ქალბატონ ნატო და თქვენის ყოფნა ქალბატონ ნატოს დიდი ხანი ვიცნა და თვითონ ჩვენთვის დიდი საჩუქარია სხვა საჩუქარი აღარ მინდა თვითონ არის კარგი საჩუქარი მინდა ღირსეულობა გისურვო და მედირება გისურვო ბატონო მე და თქვენ ერთგვარად კოლეგები ვართ. ეს პრესის გამომცემელი ვარ და რამდენიმე პრესის გამომცემელი ადრე ბევრის ვიყავი, ახლა ორგანიზაციის გამომცემელი ვარ. და 80-იან წლებიდან გადავნებთ როგორც თქვენს მოღვაწეობას. ჯერ ალია საქართველოსთან ისრაელში გამოდიოდა და მე საქართველოში დაიწყო ალიას გამოცემა, როგორც ვიცოდი რომ
თქვენგან იყო ეს და ყოველთვის ვფიქრობდი რომ გადაიკვეთებოდა თქვენი გზები ამ სფეროში, პრესის სფეროში, მაგრამ სამწუხაროდ ისე უნდა ჩვენ პირველად ვიყავით. Ida ფედერალურობის მადლობა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ მე თქვენი ბიოგრაფია მეტნაკლებად თავს გადავიკითხე, მაგრამ გუშინ კიდე გადავიკითხე, საერთოდ სამომავლოდ გადავიკითხე და აქ ქონია დაალაგებული და ხალიჩევით მოფენილი გზები, ბევრი ბობოქარი და ბევრი თვალებად გამგავლილი, მაგრამ ყველგან ღირსეულად გამოსუხართ და რაც თავარია ჩვენ ახლა ძალიან თბილად და კარგად ვლაპარაკობთ ქართულ ებრაულ ურთიერთობებზე, მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ ეს თემა მაინც წლებისკენ მიდის, იმიტომ რომ აქ რო ცხოვრობდნენ ქართველი და ებრაელები ერთად, ჩვენ არ გვინდოდა მაგალითები, უბრალოდ არ გვინდოდა მოყოლა მაგალითები იყო ჩვენი თანაცხოვრების, ჩვენი დღეს სამწუხაროდ მოყოლით გვიხდება. დღეს თქვენ კიდე აგზელეთ, აი ყველაზე კარგი რაც გაკეთეთ ჩვენები და შვილები და შვილები რო ჩამოიყვანეთ, რამე თუ ამ ბავშვებში კიდე უფრო შეახსენეთ და ვისი გორის არიან, რო იტყვიან, საიდან არიან და რაღაცით კიდე მეტად უფრო დააინტერესეთ ამ ქვეყანაზე. ემიდა ისურო დღეგრძელობა, ჯანმრთელობა, უსურო მშვიდობა ისრაელს, უსურო მშვიდობა საქართველოს. ჩვენ აგერ წეღა თქვა ჩვენმა მეგობარმა, რომ ეროვნებით ვართ ებრაელები, თორე პლუსები და მინუსებით ქართველები ვართ. ჩვენ ებრაელები ვართ საქართველოში, გარეთ რო გავდივართ ქართველები ვართ. და ჩვენ ისევ ერთმანეთის ისტორიას ერთი გვაქვს, სხვათა შორის რო გადახედოთ ისრაელის ისტორიას, ებრაელთა ისტორიას და საქართველოს ისტორიას, ის ისტორიას ერთი გვაქვს. ეხლაც გრძელდება, თუ კი რამე მინუსები იყო, ისევ თანა ომებს მოძებდა დასუსტება ამ ორი ქვეყნის, ამიტომ ვუსურებ მაინც ამ ორივე ქვეყანას მშვიდობას, ღირსეულობას, რამე თუ მე ჩემი თავი ვერ წარმომიგენია სხვაგან ქართულად ვლაპარაკობ, ქართულად ვფიქრობ და კი რა თქმა უნდა არ მოვისწრება ჩემი ეროვნება და არ მოვისწრება ჩემი რელიგია, მაგრამ მაინც ამაყი და უფრო ხარათავა, როცა საქართველოში ვარ. ეძელობა გისურვებდა და მე მინდა გადმოგცეთ საჩუქრად წიგნი საქართველოს სინაგოგები. სროვისათვის რო იცოდეთ, არც ერთი სინაგოგა არ იყო ამ ჩვენში ებრაულ თემზე გაფორმებული, 25 სინაგოგა. ებრაულ თემზე ომი გაფორმებული, ყველგან მეტნაკლებად მოვლენია, უვლიან ყულა, ოღონდ ყველგან მეტნაკლებად ჩემი ხელი იგდო, მაგრამ ყულაში ელაშვილი მაითავეს და ისინი უვლიან. ასე რომ მე ვერ დავიგებ. ახალიანმა რა გთხოვა? სასაფლაოების აღწერის თქონა პირადად ეხლა თბილისის სასაფლაოების საიტი მოგეკეთები, რომ ნებისმიერი საფლავის ნახვა ეხლა ტელეფონი შეგიძლია. და ისევ და ნებისმიერ საფლავთან ყოველ ყულაში ისე გაგეთქეს. ყველა ყულაშემა შეგიძლია სადაც შეგვიძლია საიტზე და ყულაშელები გარკვეულად სეპარატისტები არიან. აი ყულაში გაკეთეს პირველი რამოდანატოს თქვა. განსაკუთრებულები არიან. ეს 9 მაისია და ომის გამარჯვების დღე არის. მართლაც უნდა იყოს და არ უნდა გავუშვეს მათთვის. ჩვენი მონდომები და ჩემი მონაწილეები და ლევანდოლიძის ძირითადად მონაწილეები გამოიცა წიგნი საქართველოს ებრაელთა სულელი ფაშიზმის გამარჯვებაში. მოხსენიებულია 5000 ებრაელი, ოღონდ მე არ გამოვყავი ქართველი ებრაელები და ებრაელია ჩემთვის, ამიტომ რახან შევხედე რომ რუს ებრაელების არანაკლები იყვნენ ქართველ ებრაელებზე, წიგნი გამოვიცი ორ ენაზე და მან ორ ენაზეა და ასე რომ ბევრს ანახავ ახლობებს ათესავს, იმიტომ რომ კი გამოვჭა ვიღაცა გამოვჭი ბევრი რატო რომ ებრაელებმა არ მომაწოდეს ინფორმაცია თორე ვიზეს კი მოვიზიე 3-4 წელი ვამზადებთ ამის და თუ რამე გამოჩნდება მე როტეულობაში მეორე გამოცემაში ჩავამატებ და ესეც სიმბოლურად ქაშერი გვინო შალომით გევლოთ და ეგზარო პოზიტივი ერთი ვერ გავთვალე ყოლაშენების მიერ ჩამოსული გვინოც არის აი ეს უნდა მომედანად ხელთვის ეს ახალცი ხელი ჩამოსულია. აი უნდა მეეთქვა რა. კიდევ ერთხელ სასიამოვნო ჩვენთან შეხვედრა იმალოვანი და გაწეული საქმისათვის, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ და შეგამძლებით. მადლობა მერა და მე მინდა დავუმატო ჯამლეტი როცა გამოდიოდა ყოველთვის ამბობდა მე ებრაელი კაცი ვარ, მაგრამ სიზმრებს ქართულად ვხედავ. ეს არის ჩვენი მეგობრობის არსი და ჩვენთან ახლა აქ არიან ჩვენი ასოციაციის წევრები.
ხელი აწიეთ გოგოებო, ვინ ახართ აქ ჩემიანები, აი ესენი ყველანი. თუ არ შეწუხდებით, ყველა მობრძანდეთ და გაგაცნოთ ამ ადამიანებთან ხელოდებით, ყველას მობრძანდით. 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 ეს ასოციაცია მაგრამ მუშაობს დღეს უბრალოდ ისეთი ღირსშესანიშნავი დღეა, რომ ზოგი იქ წავიდა, ზოგი იქ მინისტრები ისინი მოიცადე მე რა და ამ გოგოებმა ასოციაციის სახელით და ნატოს ნადახარ კვანტალიანი ხო დავამზადეთ დიპლომები და ყველა გვინდა ეს დიპლომები გადაგცეთ მიდი დაარიგეთ გოგოებო თითო ყველა ჩვენმა ულამაზესმა პრეზიდენტმა და საერთოდ ჩვენი ასოციაციის გადაწყვეტილება არის საქართველოში საპატიო სტუმრის სტატუსი, რომელიც ჩამოგზანდებით და მსოფლიოს ქართველ ებრაელთა ქალთა ასოციაციამ დააწესა ყველა საპატიო სტუმრისათვის საპატიო სტუმრის სტატუსის წოდება მოგანიჭოთ თქვენ. აქედან სათითაოდ თითოეულ ჩვენი ასოციაციის გოგოები გადმოგვცემენ თითოეულ თქვენგანს. ქაბატონიკა. აი ქაბატონიკა. არა ეს პირდაპირ მეუტანით სათითაოდ. სათითაოდ აგირიგეთ. ეს სტატუსი და ეს სტატუსი მსოფლიოს ქართველ ებრაელ ქალთა ასოციაციამ ყველა ვინაიდან ხშირი სტუმრობა ყავს, აქედან თითოეულ თქვენ ძვირფასი სტუმრები ბრძანდებით და გვინდა რომ ყველას მოგეფეროთ და განსაკუთრებული მადლობა გამოსცემთ. განსაკუთრებით რეჟისორი, რომელიც ჩვენი ქართველი რეჟისორი ამერიკაში მოღვაწე, უძლიერესი პიროვნება. ადრესა. ჩვენ თვალით ეს ასოციაცია და მე მგონი კიდე სურპრიზები წინ ველოდება. მოგესალმებით ყველას, მივესალმები საზოგადოებას, დამსწრე საზოგადოებას და ჩვენ თვითონ სტუმრებს. ბატონო აბა, მე და თქვენ დიდი ხანია Facebook მეგობრები ვართ და თქვენი თავი ნამდვილად უფრო მეტად შემოყვარა ნატო კვანტალიანმა და ხალხმა ეთერ თოფჩიაშვილმა. მე რამე საუბრობ თქვენზე, რომ აი როგორი ყვაყრება და მე ჩემი სახალხო დიპლომატიის სახელით ერთი წუთით მინდა ბატონ აბრამს გადავცეთ ქართულ ებრაული სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობის ამაგდარის ტიტული. რაში უნდა ამას როგორც ბატონი ჯამრეთი იძახა. რაში ქართულ ებრაულ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის გამტკიცებისთვის უნიკალური ხელნაწერებისა და სამეცნიერო ნაშრომების დაცვას შენარჩუნებისა და მომავალი თაობებისთვის ამ ფასდაუდებელი კულტურული საგანძურის გადაცემისთვის. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. მადლობა გოგოებო. ჩემი ერთგული მეგობრები და კიდე საჩუქრები გვაქვს. ნინო. ჯამრეთის მიერ არის ბიოგრაფიული წიგნი და რომელიც მინდა დაგირიგოთ ყველას და ჩემი ფანტასტიკური მოთხრობა ქალაქური ზღაპარი. მომეცი? ჩემი თვალი მაინც ხო. ჩვენი საღამო დასასრულს უახლოვდება და მე მინდა ჩვენი ასოციაციის განსაკუთრებული ჯილდო არის ჩვენი ოსკარი, რომელიც ანასახიერებს ზუსტად ქართულ ებრაულ მეგობრობას. ამ ჩვენ ოსკარს ქვია ესთა. ესთა ნიშნავს ესთერი და თამარი. ესთერი ხო ვიცით ქალია, რომელმაც ფიზიკურ განადგურებისაგან გადაარჩინა მთელი ისრაელის ერი და თამარ მეფე. ეს არის ესთა.
ეს და გააკეთა ადამიანმა, ვინც აკეთებდა ყოველთვის ქალბატონ სოფიკო ჭიაურელის ქანდაკებებს. მაგრამ მე დიდხანს ჩვენ ხარს ვიფიქრეთ და ვთქვით, ნუ რანაირი უნდა იყოს ესეთი ჯილდო. და ეს ჯილდო აღმოჩნდა არის ასეთი სპექტაკლი დიდი ხნის წინ ურიელა კოსტა ბოგაგიგია სადაც ქალბატონი ბერიკო ანჯაფარიძე თავდასხმდა ებრაელი ქალის როლს და მერე ითამაშა სოფიკო ჭიაურელმა. მოვიდა ეს ადამიანი ბევრი ვიფიქრეთ და ეს არის ბერიკო და სოფიკოს გამოსახულება და ხელნაკეთია. ეს ჯილდო აქვს ყველა განსაკუთრებულ ადამიანს, ვინც მოვიდა ჩვენთან ასოციაციაში სტუმრად და დაჯილდოვდა. მე მინდა რომ გაუფრთხილდეთ ამას, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ ჯილდო, ბატონო აბრამ, თუ შეიძლება მოგბრძანდით. ბატონო აბრამ, ეს ჯილდო აქვს ყველა გამოჩენილ ადამიანს, ვინც საქართველოში არსებობს, არა, მაგრამ მაინც უმეტესობას და ძალიან განსაკუთრებულ ადგილზე უკიდიათ და დიდი მადლობა რომ არსებობს თქვენ ასეთი ადამიანი და ასეთ ჯილდოს წაიღებთ ამერიკაში. ნინო საპატიო სურათი. და ბოლოს მე მინდა ჩვენ ელჩს უთხრა, ალბათ ჩვენ ისეთი კმაყოფილები ვიქნებით მაგის მონაწილეობით, რომ ბატონ ელჩსაც გადავცემთ ასეთ ჯილდოს. სადახარ მარი გადაუთარგმნე, მოდი ელჩს. ბევაკაშა. დავთავრდა ჩვენი საღამო და საღამოს დაასრულებენ ჩვენი გენიალური ბავშვები ერნა წიფორიას გუნდი. მოდი ბავშვებო, აკადემია გვირილა. დავიდა. მადლობას მოგახსენებთ ყველას მობრძანებისთვის. ჩვენ საპატიო სტუმრებს კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ჩამობრძანებისთვის საქართველოში და თუ გნებავთ ფოტოების გადაღება, შეგიძლიათ მოგბრძანდეთ და გადაიღოთ ფოტო. მადლობა კიდევ ერთხელ მსოფლიოს ქართულ და ებრაელ ქალთა ასოციაცია ესტას, მის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს. მომავალ შეხვედრამდე.
წასვლა, ყველა ზიან არიძრევიან ადგილები და დარჩით ცოტა ხანი.